დილა მშვიდობისა, დღეს მე ასტრაპარკიდან მოგესალმებით, სადაც საპნის ბუშტების შოუ გაიმართება. კიდევ ძალიან ბევრი სიურპრიზი ელოდება ჩვენს პატარებს. ამ ყველაფერზე უფრო კონკრეტულად ასტრაპარკის PR მენეჯერი ანა კანაპლევა მოგვიყვება. დილა მშვიდობის, ანა, რა სიურპრიზები ელოდებათ მოსულ ბავშვებს და ვინ არის ეს ადამიანი, რომელიც ძალიან ლამაზ პერფორმანსს გვთავაზობს? ეს საოცარი ადამიანი არის ალინა ზუბინსკაია და მინდა გითხრათ, რომ ბავშვებისთვის ასტრაპარკის თავაზობს და ამზადებს დიდ ზეიმს, ასე ვთქვათ. ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება შაბათ კვირას 3 საათზე 15 საათიდან დაიწყება ეს შოუები შაბათს და კვირასაც ასევე. ჩვენ ვთავაზობთ ბავშვებს საპნის ბუშტების შოუ. ეს იქნება ულამაზესი სანახაობა, რომელშიც იქნებიან ჩართულები თავად ბავშვებიც და ასევე მეორე შოუ, ანუ ორად იქნება გაყოფილი ეს სანახაობა. პირველი შოუ იქნება საპნის ბუშტების შოუ, როგორც გითხარით და მეორე სამეცნიერო საოცრებების შოუ, ასე ვთქვათ, ქიმიურ ცდებს ჩაატარებს ალინა. იქნება აქ აღმოჩნდება ამ დარბაზში, შეიქმნება ვულკანი, ნამდვილი გველები და სხვადასხვა სიურპრიზები იქნება, ანუ ძალიან მოეწონება ბავშვებს, მე დარწმუნებული ვარ და ყველას მოუწოდებ, რომ მოვბრძანდეს. კიდევ რას თავაზობს ასტრაპარკი ბავშვებს? გარდა ამ შოუსა, ჩვენ ვთავაზობთ, ანუ გეგმავთ ძალიან ბევრ საინტერესო საღამოს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. ანუ ამ შოუთი ჩვენ ასე ვთქვათ, გავხსენით სეზონით ჩვენს გასართობ ცენტრში შოუების. წინასწარ არ გეტყვით, იმიტომ რომ ეს იქნება სიურპრიზი, მაგრამ პირდებით მაყურებელს, რომ იქნება ძალიან საინტერესო, პერიოდულად ჩავატარებთ ამ საღამოებს და თვალი ადევნებთ ჩვენ Facebook გვერდს იმისთვის, რომ იყოთ საქმის კურსში და მოვბრძანდეთ დროულად დაჯავშნოთ ადგილები და მოვბრძანდეთ და ნახოთ ის, რაც იქნება ჩვენთან ძალიან ლამაზი შოუები. თუ ჩატარებულა მსგავსი შოუ, რასაც ალინა გვთავაზობთ საქართველოში მანამდე, ანუ საპნის ბუშტების შოუ. არა, ეს პირველად არის საქართველოში საპნის ბუშტების შოუ, როგორც ასეთი, ანუ ალინა 11 წელია, რაც მუშაობს ამაზე და აწყობს ამ შოუებს. რამდენი ხანი იქნება ალინა საქართველოში? ალინა იქნება რამოდენიმე დღე, მარტო შაბათს და კვირას იქნება ეს შოუ და მე ხო და ყველას კიდევ უნდა იჩქაროთ ადამიანებმა, ვისაც გაქვთ სურვილი რომ მოიყვანოთ ბავშვები და დაესწროთ ამ სანახაობას, მაშინ алинასთან გადავინაცვლოთ. Რამდენი წელია რაც ამ საქმიანობით არის დაკავებული და როგორ ისწავლა? Сколько времени вы занимаетесь этой деятельностью и как вы научились вот это вот? Занимаюсь я 4 года этой деятельностью. Учились, сначала пытались сами потихонечку учиться. Стало понятно, что самостоятельно здесь не очень легко разобраться, есть свои секреты и тонкости. И мы ездили в Москву, там нас уже рассказали и мне, и моим ребятам немножечко. То есть, ну, есть свои секреты и свои тонкости, которые посвящают только, видимо, профессионалам. 4 წელია რაც ამით არის დაკავებული. ანუ მიხვდა რომ თავდაპირველად უნდა თვითონ ესწავლა, მაგრამ მიხვდა რომ ძალიან ესეთი თავისებური საქმიანობაა და თავისი საიდუმლოებები აქვს ამ საქმიანობას და თავისით ამას ვერ გააკეთებდნენ. ჩავიდნენ მოსკოვში და მოსკოვში, ასე ვთქვათ, მიიღო კონსულტაცია, ტრენინგი ასე შემდეგ და ისწავლეს აი ამ საპნის ბუშტების და სამეცნიერო შოუების გაკეთება. ძალიან კარგი. მაშინ ახლა რომ ვთხოვოთ ალინას, რომ მეც იქნებ გამაკეთებინოს რაიმე ძალიან მარტივი. საკმაოდ მარტივია. მე მგონი ერთი შეხედვით როგორი მარტივიც არის არა, მაგრამ მე მგონი რაღაცა что-то получается, да? Шли, получается, да. Ушли. ძალიან დიდი მადლობა, огромное спасибо вам. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი ხასიათზე დადექით, ასე რომ დარჩით GDS-ზე. ნახვამდის.